მოგესალმებით სამი და ბეჭდის სამყაროში. დღეს ვისაუბრებთ მასალებზე და დამატებით რა შეიძლება დაგგვჭირდეს ჩვენი 3D პრინტერისთვის. 3D პრინტერს აქვს 4-ნაირი მასალა. ეს არის PLA, TPU, PETG და ABS. რა განსხვავებია მათ შორის? პირველი განსხვავება ეს არის სიმყარე. სხვადასხვა მასალებს გააჩნია სხვადასხვანაირი სიმყარე და დრეკადობა. მაგალითად ავიღოთ PLA. ეს არის PLA მასალა. ასეთი დრეკადობა აქვს მას, დაუბეჭდავ მდგომარეობაში. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ სათამაშოების, ბრელოკების და ისეთი ნივთების დასაბეჭდად, რასაც ძალიან დიდი სიმყარე არ სჭირდება. ასე გამოიყურება ჩვენი PLA-ის სათამაშოები. PLA-ის დაბეჭდილი სათამაშოები. ასევე შეგვიძლია დავუბეჭდოთ ესეთი ნაჭერი თუ არ ვიცი რა შეიძლება დავარქვათ PLA-ის და PETG-ის მეშვეობითაც რა თქმა უნდა. მაგრამ PETG-ის უფრო მეტი სიმყარე გააჩნია ვიდრე PLA-ის. ასე გამოიყურება PETG როდესაც არის ახალი შეძენილი, დამატებით ის ყუთში დევს, მაგრამ მე ყუთიდან ამოვიღებ. გავაკეთოთ ჩვენი PETG-ის unboxing-ი. ასეთი არის PETG. ასე ტდება. მაგრამ როცა ნივთს დავბეჭდავთ, ამასალით უფრო მყარი იქნება. ეს PETG და ეს PLA შეძენილი არის საქართველოში. ხოლო ეს PLA-ც არის შეძენილი საქართველოში, მაგრამ ეს არის რელიეფის ქართული წარმოების. ეს არის უცხოეთიდან შემოტანილი ფილამენტი. მე გავტესტე როგორც ადგილობრივი ფილამენტები, ასევე გამოვიწერე, რომ მენახა როგორ მუშაობდა გამოწერილი მასალა. ფასი გამოწერეთ უფრო მეტია ვიდრე აქ შეძენის შემთხვევაში, მაგრამ მაინტერესდა ხარისხი როგორია. ხარისხი ძალიან ჩვეულებრივი არის. ეს დაუბეჭდე ამ მასალით. PETG არის საკმაოდ მყარი, ასეთი მარწყვის ქოსანი გამომევიდა. ანუ PETG PLA-სთან შედარებით არის უფრო მყარი. შეგვიძლია გამოვიყენოთ მინითაროებისთვისაც და ისეთი მასალისთვის, ისეთი ნივთებისთვის, რომელიც უკეთესი იქნება, რომ მეტი სიმყარე ჰქონდეს. PLA მასალა არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ იყოს ესეთი ერთი ფერის. PLA-ს აქვს რამდენიმე, ასე ვთქვათ, ფერი, არა მხოლოდ შავი, წითელი, ყვითელი და ასე შემდეგ. არამედ შეიძლება გქონდეს ესეთი dual color-ი. ეს არის მე მაგალითად მაქვს ვარდისფერი და ცისფერი. ანუ ორი ფერისგან შედგება. ესეთი ნივთები გამოდის, ფერები რომ გადადის. ესე. ასევე შეიძლება იყოს ესეთივე, ოღონდ სამი ფერისგან შედგებოდეს. ძალიან ლამაზი ნივთების გაკეთება შეიძლება ესეთი ფილამენტით და შესაძლოა იყოს, ასე ვთქვათ, glow in the dark. ეს არის მასალა, რომელიც ღამე ანათებს. ეს დაუბეჭდე ეგეთი ფილამენტით, რომელიც ღამე ანათებს. შემდეგი რაც ვისაუბრებ, ეს არის TPU მასალა. TPU მასალა გამოირჩევა თავისი დრეკადობით. გავს, ასე ვთქვათ, რეზინას. შეგვიძლია ჩანთა დაუბეჭდოთ და რაღაც ისეთი ნივთები, რასაც შედარებით მეტი დრეკადობა სჭირდება და ასე ვთქვათ, დახვევა, მოჭერის ფუნქცია რო ქონდეს. აი, მაგალითად, ეს არ დამიბეჭდეთ TPU-ს დიდი ხანი არ გამომიყენებია, რომ ნივთის ნიმუში გაჩვენოთ, მაგრამ დაახლოებით აი ესეთი რაღაცეები რო გავაკეთოთ. TPU მასალა არის
იდეალური მაქვს საქმისთვის. მაგრამ პეტიჯისთან და PLS-თან შედარებით მას სჭირდება უფრო დიდი ხანი დაბეჭდა, რომ კარგი ხარისხის ნივთი მივიღოთ. არის კიდევ ასეთი მასალა ABS. ABS უფრო მყარია ამ ყველა მასალასთან შედარებით. შეგვიძლია გამოვიყენოთ ესეთი ნივთებისთვის, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი სიმყარე და უძლევს მაღალ ტემპერატურას. გარდა ამისა, ABS-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული სახში, მიუხედავად იმისა, თუ ესეთი დახურული პრინტერი გაქვთ, რადგან იგი გამოყოფს სუნს და მძიმე, ასე ვთქვათ, აირებს. PLS და PETG-ის ეს, ასე ვთქვათ, უარყოფითი თვისება არ გააჩნია. PLA არის აბსოლუტურად და PETG არის აბსოლუტურად გადამუშავებადი მასალა. შეგვიძლია ჩვენი ნარჩენები ან გამომყენებელი ნივთები შევაგროვოთ და წავიღოთ ჩასაბარებლად გადამუშავებაზე. დამატებით რა შეიძლება დაგვრჩება ჩვენი პრინტერისთვის? ასეთი ნივთი, რომელიც გამოგვადგება თუ რაღაცა დაფაზე არის მიწებებული, რომ მარტივად მოვაშოროთ, მაგალითად, აი ხა ეს ბეჭდის შემდეგ არის დარჩენილი, ფრჩხილებით რომ არ ვეცადოთ, შეგვიძლია აი ესე მარტივად ავაძროთ. დამატებით, როდესაც ამ პრინტერს არ მოყვა, მაგრამ ART Minis მოყვა ესეთი რკინა და ესეთი ვინტები, მე ვიყენებ ან საპორტების მოსაშორებლად ან რაღაცა ეკეთებისთვის. ეს პლასტმასი რაც არის, მე თვითონ დავბეჭდა და შემდეგ ავაწყო ასეთი ინსტრუმენტი. ამასთანავე დაგჭირდებათ ესეთი ლუბრიკანტები. ეს არის იმისთვის განკუთვნილი, რომ პრინტერს წაუსვათ ისეთ ადგილებში, სადაც მოძრავი არის, სადაც ან დაფა მოძრაობს, ან თავი მოძრაობს, რადგან უფრო სწრაფად და მარტივად შეძლოს ამ ნაწილებმა მუშაობა და გამართულადაც. ასევე ჩემ პატარა პრინტერს მოყვა ესეთი პატარა დამატებითი რეზინის ART Minis-ზე ნახავთ, რომ ეს რეზინი არის და თავი ამ რეზინზე იწმინდება. და ესეთი პატარა დამატებითი ხელსაწყოები მოყვება, რათა შევძლოთ პრინტერს თუ რამე დაუზიან და თავად შეკეთება. ასევე მე ვიყენებ ამ ნივთს, მე მგონი შტანგელი ქვია. გამოგადგებათ, რომ გაზომოთ სხვადასხვა ნივთების სისქე, სიღრმე და სიგანე. ჩემ დიდ პრინტერს მოყვა ესეთი ნოზლი. ნოზლი პრინტერს შეიძლება ეს ნოზლი თავად ექნება დამაგრებული, მაგრამ ძალიან კარგია თუ არ მოყვა თქვენ თვითონ დამატებით შეიძეთ, რადგან პრინტერს თუ რაღაც დაუზიან და ასე გექნებათ პრინტერს თუ რამე დაუზიან და შეძლებთ მალევე შეცვლას და გატესტვას სხვა რამე ნივთი ხო არ აქვს დაზიანებული. ამას ქვია ნოზლი, შიგნით ზემოდან შედის ფილამენტი და ამით იბეჭდება ჩვენი ნივთები. დამატებით ასევე შეიძლება დაგჭირდეს წებო. ეს წებო შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ქაღალდის ან სპეციალური, მე არ მაქვს, არ დამჭირვებია. იგი გამოიყენება იმისთვის, რომ რაიმე ნივთს როცა ბეჭდავთ და იგი დაფაზე ვერ ეწებება, შეიძლება TPO-ს შემთხვევაში დაგჭირდეთ. ამ წებოს წაусმევთ საბეჭდ დაფას და იგი ის ნივთი უკეთ მიეწებება დაფას და ასე ვთქვათ ნაბეჭდი არ გაგიფუჭდებათ. შემდეგი რაც შეიძლება დაგჭირდეს, ეს არის სპირტი და სალფეტკი. ჩვენთან თბილისში ვერ შევიძინე სპირტი ასეთ მდგომარეობაში. ანუ ესე
შეასხავთ დაფას და შემდეგ სალფეტკით გაწმინდავთ. ეს არის იმისთვის საჭირო, რომ ცხიმი ან მტვერი, რომელიც არის დაფაზე მოთავსებული, ის მოვაცილოთ და ნაბეჭდი კარგი გამოგვივიდეს. თუ დაფაზე იქნება ცხიმი, ანუ ხელის ცხიმი ან მტვერი, მასალა, ფილამენტი უბრალოდ არ მიეწებება ამ ჩვენ დაფას და ნაბეჭდი გაგვიფუჭდება. გარდა ამისა, ეს სპირტის ტექნიკა ახლად გავიგე, მანამდე 1 წლის წინ პრინტერი რომ შევიძინე, მითხრეს რომ ეს დაფა უნდა გამერეცხა გუბკის რბილი მხარეზე უნდა დამესხა ფერი და ფერიც უნდა გამერეცხა და მთელი 1 წელი ესე ვაკეთებდი. ეხლა ბოლოს გავიგე ამ სპირტის შესახებ და მეც ასე ვაკეთებ. მაგრამ რამდენჯერმე რომ სპირტით გავწმინდა, შემდეგ მაინც არ ეწებებოდა ფილამენტი დაფას, ამიტომ რამდენიმეჯერ როცა სპირტს გამოვიყენებ, ჩვენ დაფას, ანუ 3D პრინტერის დაფას ვრეცხავ გუბკით და ფერის მეშვეობით. ჩემი ნაბეჭდები ასე უფრო კარგი გამოდის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფილამენტს გააჩნია გარემოდან სინესტის შეწოვება, ასე ვთქვათ. ამის თუ ფილამენტი ზედმეტად დატენიანდა, როდესაც რამეს დავბეჭდავთ, ის ნაბეჭდი არ გამოვა, ან ფენები ერთმანეთს არ დაეწებება, ან სულაც დაფას შეიძლება არ მიეწებოს. ამიტომ მნიშვნელოვანია დავიცვათ შენახვის პირობები, ან ვიყიდოთ სპეციალური აპარატი, რომლის მოთავსების შემთხვევაშიც რამდენიმე წუთიანი პროცესი არის, მოვათავსებთ ჩვენ ფილამენტს და ის ფილამენტს გამოაშრობს და შეგით აღარ იქნება ეს სინესტე. შენახვის პირობებსაც გააჩნია, ჩვენ თუ გამოვიყენეთ ფილამენტი რაღაც ერთი კონკრეტული ნივთისთვის და გგონია რომ აღარ გამოვიყენებთ იმ ფერს, მაგალითად ეს სტაფილოს ფერი, შეგვიძლია შევიძინოთ ვაკუუმის აპარატი, შეგით მოვათავსოთ ჩვენი გამოყენებული ფილამენტი და დავიცვათ ის ვაკუუმის მეშვეობით. წეყარ რომ პეტიჯი გავხსენე ასეთი ეს ყველას გექნებათ ნანახი, რომ ეს იცავს შეგნით, რომ სინესტე მაინც არ იყოს შიგნით. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი საუბრები 3D პრინტერის მასალების შესახებ. იმედია მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერთ არხი.